ასეთი ფრაზა მახსოვს და ხშირად გამიგია ხოლმე ბატონო და აი ახლა სჭირდება ბავშვს მამა. მოდი თქვათ რა ასაკიდან სჭირდება ბავშვს? ბავშვს არ აქვს მამასთან ურთიერთობა. გარკვეული მიზეზების გამო მიზეზებს არ დავკონკრეტდეთ. ზრდასრულ ასაკში რამე გავლენა თუ შეიძლება მოახდინოს ამ. დედები რო ზოგჯერ განაცხენებულები არიან ხოლმე რომ ჩემი სიტყვა არ ესმისო, ჩვეულებრივი ამბავია ესე გამოდის და მამის უფრო რო ესმის. მოვა მამა შენი და ვეთყვი ყველა. ჩვეულებრივი ამბავი, ოღონდ მამამ უმჯობესია რომ მოვა არაფერი არ. ყოველი მოზარდის ცხოვრებაში არის პერიოდი, როდესაც მოზარდი ფიქრობს, რომ სამყაროში ყველაზე ჭკვიან შვილს რატომ ყავს ასეთი უტვინო მშობლები. როდის დგება ეს პერიოდი მოზარდის ცხოვრებაში და უდავინერვიულოთ თუ არა ამაზე მშობლები? ბუნებრივი მიფიქრია ხოლმე, მაგრამ ეხლა როგორღაც გამოვიდა რომ თქვენ უფრო დამანახეთ ესე ძაფრად ეს და სანდრო პირობას გაძლევ აღარ მოგცემ ხოლმე შენიშვნას. არა მე ძალიან გაუბრაზდი ჩემ თავს. მე პირობას ვერ ვიცემ შენიშვნას არ ვიცემ, მაგრამ ისევ ამ ასაკს დაუბრუნდები ბატონოზე რაც ახსენეთ 6 წელიო როცა ღმერთი არისო ბავშვისთვის შობელი მე 6-დან 9-მდე ეშინიათო დაკარგვის შობლები. უფრო აი ამ პერიოდებს რო ჩაუღრმავდეთ თქვათ აი ამ წლამდე როგორ უნდა ვიყოთ უმჯობესი როგორ არის შვილებთან ურთიერთობა როგორ უნდა გქონდეს ამ პერიოდში როგორ ჯობია შვილებთან ურთიერთობა იქნება ესეც გითხრათ. ზოგჯერ არის ხოლმე ბატონო ზაზა რომ ბავშვი ყველა კრიტერიუმით ძალიან ცუდად იქცევა. ამ შემთხვევაში ну კაი შევიკავოთ როგორღაც თავი. მაშინ როგორ მოვიქცეთ? აი ასეთმა უწყინარმა შემთხვევებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვზე ბატონო ზაზა. კი რა თქმა უნდა. ზოგადად საიდან ჩდება ბავშვებში აგრესია და რატოა თითქმის ყველა მოზარდი რაღაც ბულინგისკენ მიდრეკილი? როგორ უნდა მივხვდეთ მშობელი რომ ჩვენი შვილი მზად არის სკოლისთვის? ახსენეთ ხოლმე ადაპტაციის უნარი რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადამიანს და მოზარდს და ასე შემდეგ. არ ვიცი როგორ უნდა განუვითაროთ ეს იქნებ გითხრათ ორი უციტყვით როგორი გადაცემა გამოიცილა და ბევრჯერ რომ უყურებ და სულ ახალ-ახალს რო გაიგებ. მე ასე ვფიქრობ და სახელმძღვანელოდაც შეიძლება გამოგვიყვება. ბატონო 2 თვის მერე, 3 თვის მერე, 4 თვის მერე კიდე შეგაწუხებთ თუ შეშ. კი ბატონო, არ არის პრობლემა.